სულხან საბა ორბელიანი. უბედური დიდოჭარი ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ერთ დიდოჭარს ღმერთის არ ასწამდა. ერთხელ მთელი თავისი მონაგებით პური იყიდა. თუ მომავალ წელს მცირე მოსავალი მოვა, ერთ პურს 3-4 პურის ფასად გავყიდიო. მომავალ წელს დიდი რაოდენობით მოსავალი მოვიდა. ვაჭარმა კვლავ იაფად იყიდა, ფიქრობდა, მომავალ წელს უკეთესად გავყიდიო, მაგრამ ყოველ შემდეგ წელს მეტი და მეტი მოსავალი მოდიოდა. ვაჭარს პური და ხორბალი დაულპა, მთელი მისი მონაგები განიალდა და აღარაფერი დარჩა. ვაჭარმა აიღო რაც კიცოლს სამკაულები გააჩნდა და წავიდა საფრანგეთში, გაყიდა, ივაჭრა, იმდენი ქონება დააგროვა, დათვლას ვერ აუდიოდა. შინ აღარ დაბრუნდა, რადგან სიხარბე მსლია. ეგონა, სხვაგან წავალ და უფრო მეც სარგებელს ვნახავო. ჩაჯდა ხომალდში, მაგრამ ახელდა სხვა, დაემსხვრა ნარი და მთელი მისი ქონება წყალმა შთანთქა. თავად ერთს ფიცარზე შერჩა და ტალღამ ნაპირზე გაიყვანა. დიდად შეწუხებული დიდოჭარი ერთ ქალაქში მივიდა, იპოვა იმ ადგილის პატრონი და თავისი თავგადასავალი უამბო. მე პატრონემ უთხრა, რადგან მდიდარი კაცი ასე დაზარალებულ ხარ, 1 წელი აქ იყავი, ჩემი მამულის მოურავობას მოგცემ და უფრო მეტი ქონება დააგროვეო. დადგა ვაჭარი მოურავად. პირველად პური და ბრინჯი მოიპარა, ბაი თუ ცოტა მერგოსო. 1 წლის დასრულების შემდეგ დიდძალი ქონება დაუგროვდა და თქვა, ავი საქმე მithniაო. დაიწყო მოპარულის თავისი ბეღლიდან ამოღება და პატრონის ბეღელში ჩაყა. ერთხელაც პატრონის ბეღლისკენ მიმავალი დიდოჭარი დაინახეს. ეგონათ იპარავსო და პატრონს აუწყეს. პატრონი გაბრაზდა, წაართვა დაგროვილი ქონება და ქვეყნიდან გააძევა. ტავიდა მტირალი დიდოჭარი, მივიდა ზღვის პირას და ნახა მომავალი ნავი, რომელშიც მეტი 10 ვაჭარი ისხდა, მათაც მოუყარაც გადახდა. ვაჭრებს შეებრალათ, თითო ძვირფასი თვალი მისცა და გაუშვეს. დიდოჭარმა 5 თვალი ძონძებში გამოკრა, 5 კი პირში დამალა. გზაში 3 მეკობრე შეხვდა. გაესაუფნენ და მან ხმა არ გასცა. პირში აყაფიხი საღვირიედო და მეკობრეებს მუნჯი ეგონათ. ერთმან თქვა, გავძარცვოთო. მეორემ თქვა, რა წავართვათო? მესამემ თქვა, არაკად თქმულა. 12 შიშველს ნიფხავს ახდიდნენ და ვერ გახადესო. ამ სიტყვებზე ვაჭარს გაეცინა და პირიდან 2 თვალი გადმოუვარდა. მეკობრეებმა შეიპრეს და პირიდან დარჩენილი 3 თვალიც ამოუღეს, ხოლო 5 თვალი, რომელიც ძონძებში ჰქონდა დამალული, ვერ უპოვეს. წავიდნენ მეკობრეები ქალაქში და თვლების გაყიდვა გადაწყვიტეს. ქალაქში მეფის ვაჭრების კაცები დახვდნენ, იცნეს თვლები, წაართვეს და ქურდებს სიკვდილი მიუსაჯეს. მალე დიდი ვაჭარიც მივიდა ქალაქში და მანაც თვლების გაყიდვა გადაწყვიტა. მისი თვლებიც იცნეს, წაართვეს და მოსაკლავად წაიყვანეს. სიკვდილის დასჯის ადგილზე ის ვაჭრები დახვდნენ, რომელთაც თვლები აჩუქეს. დიდოჭარი შეეხვეწა, თქვენ რომ მათი თვალი მომეცით, 5 მეკობრეებმა წამართვეს და 5 ამ კაცებმა, ეხლა კი სიკვდილით მსჯიანო. ვაჭრებმა დაიფიცეს, რომ თვლები მართლაც მათი მიცემული იყო, აღარ მოაკვლევინეს და მეფეს ყველაფერი აუწყეს. მეფემ ბრძანა, რადგან ამდენი ჭირი უნახავს, ჩემი სალაროს უხუცესად დავაყენებ და დიდ ქონებას დამიგროვებსო. მიაბარეს დიდოჭარს სალარო. ერთ დღეს სალაროს კლიტე ბოქლომი გაფუჭდა. დიდოჭარმა მცირეოდენი ფული არ გაიმეტა, რომ კლიტემ ჭედელს გაიკეთებინა. თავად აიღო ქვა, კედელზე მიადო და მეორე ქვა დაჰკრა, თურმე კედელი ცალპირი აგურის იყო, გადაიქცა და მეფის ოჯახის სახლი გამოჩნდა. საჭურისებმა ყველაფერი მეფეს მოახსენეს. დიდოჭარს ისევ ქურდობა დააბრალეს, შეიპრეს და ორივე თვალი აღმოთხარეს.